აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის ხელმძღვანელ პირებს აფხაზეთის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა და იმერეთის მხარეში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და გეგმებზე, რომლებიც დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ლევან მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვისა და თანადგომისთვის. Ჰქონდა შეხვედრა გუბერნატორთან, მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან. ეს იყო გაცნობიტი შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის წევრების, რამე თუ იმერეთს ძალიან დიდი ჩასახლებები აქვს კომპაქტური დევნილების მიმართულებით, დროებით დევნილი მოსახლეობის მიმართულებით და მათი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში მათი პრობლემების მოგვარების მიზნით. იმერეთის რეგიონში შეხვედრა გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან და მინისტრთა კაბინეტთან, სადაც განხილული იყო ჩვენს რეგიონში წარმოუდგენელი დევნილების პრობლემები, რა დროსაც დაისახა ერთობლივად ამ პრობლემების მოგვარების გზა.